საღამო მშვიდობისა. დღეს ორშაბათია და თქვენთვის მუშაობას იწყებს გადაცემა არტ ექსპერტი. მე ხათუნა მანაკაძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ის, რაც ყველას ძალიან გვაინტერესებს. ცხელი ზაფხულია, სეზონი, რომელიც განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როგორია კულტურული ცხოვრება ჩვენს რეგიონში, ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის სტუმართან, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თეონა ბერიძესთან ერთად. თეონა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დღეს მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენთვის, განსაკუთრებული აქტივობით ეს პერიოდი გამოირჩევა ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში და ბუნებრივია ჩვენს მაყურებელს აინტერესებს, რა ხდება ისეთი წელს, რასაც ადრე ვერ ვნახავდით. მოგესალმებით თქვენ შემოქმედებით ჯგუფს და რასაკვირველია ტელემაყურებელს. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მივესალმოთ თქვენი ეთერით ჩვენს მაყურებელს და მით უმეტეს ვისაუბრო ისეთ საინტერესო და სასიამოვნო თემაზე, როგორიც არის ცხელი ზაფხული აჭარაში. მოგესალმებით, ჩვენი რეგიონი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებით და ფაქტიურად უკვე 4 სეზონის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორებს, იქნება ეს შიდა ტურიზმი თუ გარე ტურიზმი, შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია თამამად გამოვაცხადოთ, რომ ყველა გემოვნების ადამიანისათვის გვაქვს რაღაც შესათავაზებელი. თუმცა არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოს პერიოდი სტატისტიკური მონაცემებითაც დასაბუთებული და დამტკიცებული, რომ ყველაზე მეტ ტურისტს იზიდავს ხოლმე აჭარის რეგიონში. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროგრამა და კულტურის კალენდარი წლის განმავლობაში ავაწყოთ ისე, რომ ამ სეზონისათვის შევთავაზოთ ის, რისი მოლოდინიც აქვს ტურისტს. ჩვენ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევები გვეხმარება, გულწრფელად რომ გითხრათ, ასევე ის გამოცდილება, რაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში აჭარის რეგიონში დაგროვდა ჩეკინ ჯორჯიას თუ ჰიტ ბათუმის ფარგლებში და ამიტომ წელს შევეცადეთ ჩვენი რესურსი მიგვემართა სწორედ იმ ღონისძიებისაკენ, იმ ტიპის და იმ ჟანრის ღონისძიებისაკენ, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მოთხოვნადი არის, რომელსაც ყველაზე უფრო მეტი პოზიტიური და დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. პირველ რიგში ეს გახავთ დაინტერესება ქართული ფოლკლორით, ვინაიდან ჩამოსულ სტუმარს და ვიზიტორს პატარა ნაწილი საქართველოსი შეგრძნება ქართული კულტურისა და დაგემოვნება, რომ გავატანოთ ამისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს გახავთ სწორედ ჩვენი სასიმღერო და ქორეოგრაფიული ხელოვნება, რასაკვირველია ქართულ სამზარეულოსთან ერთად, რომელიც არის განუყოფელი ნაწილი. შორის, აი დღეს გამოჩნდა, ამ დღეებში გამოჩნდა სოციალურ ქსელებში და სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენს გადაცემას აქვს Facebook გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის გადაცემა, რომელიც გავიდა აქამდე ეთერში და დღევანდელი გადაცემაც და დატოვოთ თქვენი კომენტარები, სურვილები. ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს ყველა შენიშვნას და ასევე სიამოვნებით წავიკითხავთ თქვენს კომენტარებს და ვაგრძელებთ თემას. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის კოლონადებთან ძალიან საინტერესო საღამოები დაიწყო. დიახ. ეს საინტერესო საღამოები დაიწყო 12 ივლისიდან და გაგრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით. ასევე სიამაყით მინდა განვაცხადა, რომ შემოქმედებითი რესურსი გვაქვს ძალიან დიდი აჭარის რეგიონში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართული პოპულარიზაციის კვალდაკვალ, ასევე ადგილობრივი შემოქმედებითი რესურსის პოპულარიზაციაც მოვახდინოთ. ფაქტიურად მთელი კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუნიციპალიტეტებში არსებული ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები წარმოაჩენენ ხოლმე თავიანთ ხელოვნებას. დღეს მაგალითად შუახევის ანსამბლი იქნება წარმოდგენილი პოლონეთშიც არის კი ბატონო შუახევის კულტურის ცენტრი ამჟამად სწორედ პოლონეთში იმყოფება ვიზიტით რამ 2 ანსამბლი და 2 თუ 3 ანსამბლი იქნება დღეს კოლონადებთან წარმოდგენილი. ასევე აქტიურად არის ჩართული ბუნებრივია ხელვაჩაურის ქედის ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ანსამბლები. გარდა ამისა პარასკევს, კვირას და ასევე სამშაბათს, ანუ პარასკევს და კვირას უკვე დიდი წარმატებით გამართა და ეხლა სამშაბათს ველოდებით 2 რიცხვში უკაცრავად, სამშაბათი თუ 4შაბათი. იქნება წარმოდგენილი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი არსიანი, ასევე სამ კონცერტს აჩვენებს ცეკვის ანსამბლი ხორუმი. გარდა ამისა, ანუ გარდა ადგილობრივი ანსამბლებისა, როგორც სახელმწიფო ანსამბლები, ასევე მუნიციპალიტეტის ანსამბლებისა, ყავს სტუმრებიც, მაგალითად ერთ-ერთი კონცერტი გამართა დაცვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასთან არსებულმა ქორეოგრაფმა ანსამბლმა თარიკონი, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული იყო, ველოდებით საჩხერის ანსამბლს, ასევე ანუ კოლონადების სცენა ღიაა, როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის, ასევე სხვა მსურველებისათვის. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ წელს შესაძლებლობა გვექნება ფართო მაყურებელს და ფართო მსმენელს წარმოუდგინოთ
კიდევ 3 ადგილობრივი ბენდი, ისევე როგორც გასულ წელს და აგვისტოს ეს არ არის ერთი შარშან იყო ფოლკლორის ცენტრთან ერთად ერთი ჟანრის კონცერტები. ეხლა არის ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვა ტიპის მაყურებლისთვის. როგორც მოგახსენეთ, მიმდინარე წელს მთლიანად აქცენტი გაკეთებული არის ადგილობრივ შემოქმედებით რესურსებზე. სამინისტრო უწევს კოორდინირებას, მაგრამ გვეხმარება მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრები და ბუნებრივი ადგილობრივი ანსამბლები, ისე როგორც ბათუმის კულტურის ცენტრი, 2 კონცერტი ჯაზ ბიგ ბენდმა გამართა მაგალითად, აგვისტოს ბოლოსკენ დაგეგმილია ასევე მუსიკალური ცენტრის ანსამბლების კონცერტები. ძირითადი აქცენტი კეთდება რასაკვირველია ფოლკლორზე, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ ასევე ჯაზი, ნაწილი კლასიკური მუსიკისა, რომელიც ფართო მსმენელისათვის იქნება მისაღები. ანუ მოდიფიცირებული ფორმით იქნება კლასიკური მუსიკა, იმისათვის რომ გაიჟღეროს დაუშვათ ღია ცისქვეშ. ერთი შეკითხვა. რამდენად გიწყობთ ამ შემთხვევაში ხელს სინოპტიკური სიტუაცია? აი მოულოდნელი წვიმების დროს რას ვაკეთებთ? მოულოდნელი წვიმების დროს კონცერტი მოხსნილია. ერთი მარტივი მიზეზის გამო კონცერტი ძირითადად გათვლილია უკვე ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც გვინდა ერთი საღამო, რომელსაც ისედაც ატარებს ბულვარში, გავულამაზოთ, იქნება ეს სიურპრიზად თუ ექნება ინფორმაცია წინასწარ. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე ვიზუალით შეიცვალა, ძალიან ლამაზი ბანერები არის გამოკიდებული, სადაც მითითებული არის ანსამბლები, აგრეთვე საინფორმაციო ფლაიერები და საინფორმაციო აფიშები არის ყველა საინფორმაციო ცენტრში, რომელსაც აქტიურად სტუმრობს ჩამოსული ტურისტი და ვიზიტორი, ანუ მათ ექნებათ ინფორმაცია, მაგრამ წვიმიან ამით ბუნებრივია ღია ცისქვეშ კონცერტის გამართვას უკვე მნიშვნელობა ეკარგება, ამიტომ თუ კი არ გაგვიმართლა და ცუდი ამინდი აღმოჩნდა, იმ შემთხვევაში კონცერტი უბრალოდ მოხსნილია. და ის ანსამბლი, რომელიც მონაწილეობდა და უშუალოდ დღეს რასაკეთებს მიდის თავის რეგიონში თუ ენიშნება დამატებით დღეს? ის ანსამბლი, რომელიც განსაზღვრული იყო, რომ მიიღებდა მონაწილეობას, ბათუმური წვიმის ამბავი მოგეხსენებათ, ეს არის უცებადი წვიმა და ამიტომ დილიდანვე გვაქვს კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტურად უბრალოდ აღარც კი იწყებენ ტრანსპორტირებას, თუმცა როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ იგივე ანსამბლს სხვა დღეს მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოვიდეს და თუ სრული პროგრამით არა, რამდენიმე ნომრით მაინც წარსდგეს მაყურებლის წინაშე, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ გადანაცვლებას, საკმაოდ მობილური ვაქვს პროგრამა, მთავარი არის ადგილი და დრო რჩება უცვლელი. 8 საათზე კოლონადებთან ყოველ საღამოს ხდება რაღაც საინტერესო. ანუ ეს არის პლენერის საღამოები, სადაც ჩვენს მაყურებელს, ჩვენი ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ ძალიან საინტერესოდ გაატარონ სხვადასხვა საღამოს, სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ კოლექტივთან ერთად. და ეხლა გადავიდეთ უკვე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, რასაც უნდა ველოდოთ. აი დღეს დასრულდა ივლისი და აგვისტოს თვეში რა გველოდოთ? ზოგადად, როდესაც საუბრობთ კულტურული ტურიზმის განვითარებაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2 სხვადასხვა მიმართულება, რომელიც ავსებს ერთმანეთს. ეს არის დაიგეგმოს ის ღონისძიებები, რომლისთვისაც ჩამოვა კონკრეტულად ტურისტი აჭარაში და მეორე აჭარაში უკვე ჩამოსულ ტურისტს შევთავაზოთ. ამის მაგალითმა უკვე ჩაიარა შევთავაზოთ ის ღონისძიებები, რომელიც მის კმაყოფილებას გამოიწვევს და მე არაერთხელ გამეორებია და მინდა კიდევ ერთხელ გავმეორდე, კმაყოფილი ტურისტი ეს არის საუკეთესო რეკლამა, რომელიც ავტომატურად უკვე გულისხმობს სხვა დანარჩენი ადამიანების მოზიდვას რეგიონში. ჯაზ ფესტივალი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის როგორ შემოედინება ტურისტის ნაკადი, როგორც უცხოეთთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ამიტომ ორივე მიმართულებით მუშაობთ და გარდა აი ამ 2 მიმართულებისა, როგორც გითხარით, მესამე და ასევე არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს გახლავთ თავად შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, იმ შემოქმედებითი რესურსის ხელშეწყობა, რომელიც აჭარის რეგიონში არის, მათი განვითარებისათვის ზრუნვა და მათი პოპულარიზაციისათვის ზრუნვა. სწორედ ამიტომ საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაუსვი, აი ამ კონცერტების ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამავდროულად გახლავთ არსებული შემოქმედებითი რესურსის პოპულარიზაცია. სხვადასხვა ასეთი ტიპის პოპულარიზაციის ბრწყინვალე შედეგი გახლავთ ის, რომ პოლონეთში და ბალტიისპირეთის ცალკეულ ქვეყნებში დაიწყო აქტიური მიმოსვლა, აქტიური გასტროლი ადგილობრივი ანსამბლების და სხვადასხვა მუსიკალური თუ სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების. აი თუ იკვეთება სხვა ქვეყნებთან ასეთი ტიპის ურთიერთობები? ძირითადად მსგავსი ტიპის ურთიერთობა, რომელსაც განგრძობითი ხასიათი ეძლევა, ეს არის მაინც პოსტსაბჭოური ქვეყნები პირველ რიგში და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.
ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თავად აჭარის მთავრობა რეგიონთა შორისი კონტაქტების დამყარების დროს ითვალისწინებს კულტურის ნაწილს და როდესაც ხდება სისტემური მიდგომა და როდესაც ხდება დაკონტაქტება რომელიმე უცხო ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროებში, მაშინ უფრო მდგრადი გამოდის ხოლმე ურთიერთობა და კავშირი, მრავალწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იდება და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე არის გათვლილი. ამის მაგალითი ისევ პოლონეთი მინდა ვახსენოთ, ჩვენ პოლონეთთან უკვე მესამე წელია თანამშრომლობთ სხვადასხვა დარგით და გარდა იმისა, რომ ამჟამად შუახევის ორი ანსამბლი ღებულობს მონაწილეობას ფესტივალში, ამავდროულად ზუსტად ამ წუთას პოლონური ჯგუფი გახლავთ აჭარაში, რომლებიც ამზადებენ პოლონური გადაცემისთვის აჭარის შესახებ ინფორმაციას და სამომავლოდ იგეგმება ასევე აჭარის წარმომადგენლების მივლენა პოლონეთში, თინაც გაუწევენ იქ მეგზურობას და გვექნება შესაძლებლობა პოლონეთი იქაური კულტურა გავიცნოთ ჩვენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვათ იგივე პოლონეთთან მიმართებაში, რომ უკვე სტარტი აღებული აქვს და ვემზადებით რამდენიმე დღეში ჩამოვა ფოტოგრაფების ჯგუფი, რომლებიც მომზადებენ ასევე ერთობლივ ფოტოპროექტს, ადგილობრივი ფოტოგრაფები, პირველი ნაწილი ჩვენთან შედგება, მეორე ნაწილი პოლონეთში, რასაც მოყვება ასევე ერთობლივი პროგრამა. უკვე რამდენიმე წლიანი ურთიერთობა გვაქვს ოდესასთან, ანალოგიური, ოდესა ბათუმი ფოტოდღეები მართება, რომელიც ცოტა უფრო მოგვიანებით პერიოდში არის, სექტემბერში და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, არსებითად მნიშვნელოვანი არის ერთჯერადი პროექტების და ერთჯერადი გასტროლები და გასვლები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სწორედ აი ამ გრძელვადიან პერსპექტივას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სადაც ორივე მხარე არის ერთდროულად ბენეფიციარიც, ანუ გამცემიც და დაინტერესებული, რაც თავარია აი ამ გაცვლით და არა დაუშვათ ის, რომ ვიღაცა წავიდეს გასტროლზე და ერთჯერადად აჩვენოს თავისი კულტურა. და კიდევ ერთი საკითხი, პოლონეთთან მიმართებაში კვლავ იყო ძალიან საინტერესო პროექტი მუზეუმებთან დაკავშირებული, იყო ტრენინგები, იყო გაცვლითი პროგრამები, როგორ აისახა ეს ყველაფერი დღეს მუზეუმების მდგომარეობაზე და თუ ხედავთ შედეგს რეალურს. მუზეუმების მდგომარეობაზე დადებითად აისახა რასაკვირველია, მაგრამ ეს როგორც გითხარით, გრძელვადიან პერსპექტივაში გათვლილი პროექტები არის ის, რომ საგანმანათლებლო მიმართულება გააქტიურდა ჩვენს მუზეუმებში, რაც უკვე თვალნათელია და არავისთვის საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს. სწორედ ერთ-ერთი შედეგი ეს გახლავთ და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ გახსოვთ თქვენი ეთერითაც გაჟღერდა და გაშუქდა არქეოლოგიური მუზეუმი ემზადება 2018 წელს თავისი გასვლითი ექსპოზიციისათვის პოლონეთში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ეროვნულ მუზეუმს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი გამოფენით წასულიყო დამოუკიდებლად საზღვარგარეთ და მეორე იქნება ჩვენი არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც გამოფენილი იქნება სწორედ ის ექსპონატები, რომელიც აჭარის რეგიონში, აჭარის წყალხეობაში არის მოპოვებული, რომელიც ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილი არის ასევე. ჩვენი გადაცემის მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ დავიწყოთ კომუნიკაცია მუზეუმებთან, გაცილებით უფრო ღრმად ვნახოთ რა ხდება იქ და მათი პოზიციები და აზრი მოვისმინოთ. სულ ახლა ყავდა არქეოლოგიური მუზეუმი წარმომადგენელი და საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი გაკეთდა ამ მუზეუმის შესახებ და ალბათ შემდეგ კვირაშიც უკვე სხვა მუზეუმთან გვექნება ასეთი კომუნიკაცია. ქართული მუზეუმების ერთ-ერთი ძირითადი ისეთი პრობლემა გახლავთ ის, რომ მაყურებელთან კომუნიკაციის საშუალებები ჯერ კიდევ არ არის მოდერნისტული, არ არის იმ სიმაღლეზე ასული, რაც უფრო თავისუფალს და უფრო უშუალოს გახდის მუზეუმთან ურთიერთობას. არის ცალკეული წამოწყებები, საინტერესო რაღაც ისეთი мотиваცია ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს კიდევ არის სასტარტო მდგომარეობაში და როგორ ფიქრობთ, რა არის ამისათვის საჭირო? ამ შემთხვევაში ალბათ არ ვიქნებით მართალი, თუკი მხოლოდ ჩვენს მუზეუმებს დავაბრალებთ და დავადანაშაულებთ ინტერაქციის ნაკლებობაში დამთვალიერებელთან, ეს ზოგადად არის პოსტსაბჭოური ქვეყნების და პოსტსაბჭოური სამუზეუმო კულტურის, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, შედეგი, ვინაიდან იმ პერიოდისათვის მუზეუმი აღიქმებოდა როგორც სამეცნიერო კვლევითი სივრცე. სამეცნიერო კვლევითი სივრცე, რომელიც ასე თუ ისე ჩაკეტილი იყო და შეუხებელი იყო. დიახ, ასე თუ ისე ჩაკეტილი იყო და ერთადერთი კავშირი ეს იყო ექსპოზიციის დათვალიერება. მაგრამ ბოლო წლების ტენდენციით, მსოფლიოში მიმდინარე სამუზეუმო სივრცის ტენდენციებით, პირველ ადგილზე გადმოინაცვლა მუზეუმის როგორც საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობამ და მეორე ადგილზე გადაინაცვლა მისმა სამეცნიერო და კვლევითმა ფასეულობამ, რადგან რასაც იკვლევ, თუკი ის არ მიიტანე აბსოლუტურად ვეთანხმობ და არ გააკეთე მისი პოპულარიზაცია, ფაქტურად კვლევად ვერ რჩება და სწორედ ამ ეს არის მართლაც მკვდარი ექსპონატი, რომელიც არავის ჭირდება და არავის რაღაცა ეუბნება, რასაკვირველია. სწორედ ამ მიმართულებით იდგმება ახლა პირველი ნაბიჯები და ძალიან
მნიშვნელოვანია, მინდა რამდენიმე ეტაპი გამოვყო, რომლის მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მუზეუმებთან ერთადაც, სადაც გვაქვს კიდეც მნიშვნელოვანი პროგრესი. პირველი ეს გახალთ გასული წლიდან დაწყებული ძალიან აქტიური თანამშრომლობა სკოლებთან, რადგან ეს არის სწორედ ის მაყურებელი, რომელიც უნდა გაიზარდოს. ამ სეგმენტზე ჩვენ გვქონდა საუბარი არქეოლოგიურ მუზეუმთან მიმართებაში საინტერესო რომელმაც უნდა შეიყვაროს მუზეუმი, დაინახოს და ახლიდან აღმოაჩინოს მუზეუმი, რაც მისცემს შემდეგ შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე თავისი შვილებისა და შვილიშვილებისათვის თავისი აღმოჩენილი მუზეუმი წარადგინოს. ეს ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება ეს გახალთ თანამედროვე სამარკეტინგო ხერხების გამოყენება და მუზეუმებს არ ქონდათ ქმედუნარიანი ვებგვერდები, მეტნაკლებად ქმედუნარიანი ვებგვერდი ქონდათ. ეხლა სწორედ სამინისტროს ინიციირებით პროექტი მუშავდება და სადღაც ოქტომბერ-ნოემბრის თვეში უკვე დასრულდება. იქნება ერთიანი სამუზეუმო პორტალი, სადაც ადამიანი თუ კი უბრალოდ Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერს მუზეუმები აჭარაში, მას ექნება შესაძლებლობა ერთიან ვებგვერდზე, ერთიან პორტალზე იხილოს აჭარის რეგიონში მოქმედი ყველა მუზეუმი, დაათვალიეროს ფოტოგალერეა, დაჯავშნოს მიღების საათები, ნახოს რა პროდუქტს თავაზობს ესა თუ ის მუზეუმი და სამომავლო პერსპექტივაში რამდენ ხანში იქნება ეს ყველაფერი თქვენი აზრით? დაახლოებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება ნოემბრის დასაწყისში უკვე უნდა ჩაგვაბაროს მზა პროდუქცია. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად და კიდევ ვებგვერდებთან დაკავშირებით ალბათ იგივე სურვილი არის და იქნება ჩვენი მაყურებლის მხრიდანაც, უშუალოდ იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც სხვადასხვა თეატრში, სხვადასხვა მუსიკალურ დაწესებულებაში მოღვაწეობს, იმიტომ რომ ვებგვერდი რეალურად გახლავთ ის, ვისაც გვაქვს გამოცდილება საზღვარგარეთ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ვებგვერდი არის პრაქტიკულად სარკე, რომელიც პირდაპირ გაჩვენებს იმას, რაც ხდება იქ. აი დღეს რამდენად პერსპექტიულია მუსიკალური დაწესებულებისათვის, სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულებებისათვის ასეთი ვებგვერდების შექმნა. სრულფასოვანი ისმება. სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნა, რა ის გულისხმობთ იმას, რომ უნდა იყოს აუცილებლად ორენოვანი, უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი, იოლად სამართავი საძიებო სისტემა უნდა კონდეს მარტები და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღემდე გამოწვევად რჩება ჩვენ რეგიონში მოქმედი კულტურის ორგანიზაციებისათვის, ეს არის ონლაინ დაჯავშნისა და ონლაინ ბილეთის შეძენის საკითხი, ვინაიდან საკმაოდ რთულია დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ადამიანი ორჯერ მიიყვანო ორგანიზაციაში, ერთხელ იმისთვის რომ ბილეთი შეიძინოს და მეორეჯერ იმისთვის რომ მასაკნას დაესწროს, მაშინ როდესაც თავად ინტერნეტ სივრცეს თავაზობს უამრავ კულტურის ღონისძიებას, სადაც არ არის ლაივ შესაძლებლობა, მაგრამ ცოტათი გაგვაზარმაცა კიდეც, იცით, ალბათ აი ამ ხელმისაწვდომობამ სხვადასხვა შემოქმედებით პროდუქცზე და ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მიმზიდველი გავხადოთ, წარმოვაჩინოთ მიმზიდველად პროდუქტი. ცოტა იყოს კომფორტულიც, გარკვეულიც ასაკვირველია თანამედროვეობის შესაბამისი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და მაგ მიმართულებითაც მუშაობთ, თუმცა ამ ბოლო პერიოდში მე მგონი ასევე თვალნათელი არის ჩვენ კულტურის ორგანიზაციებმა მინიმუმ სოციალური ქსელი და Facebook გვერდი ძალიან გაააქტიურეს, იდება ძალიან საინტერესო პრომოები და ნუ მოკლედ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს, ახლა მთავარია რომ აი ეს ტემპი და მიმართულება, რომელიც მარკეტინგის გაუმჯობესების მხრივ გვაქვს განზრახული, არ გადავუხვიოთ და სწორედ ამ მიმართულებით მინდოდა კითხვის გადაყვანა მარკეტინგთან და მენეჯმენტთან დაკავშირებით, აი ბრიტანეთის საბჭოს ის ცნობილი ტრენინგები, ვორქშოპები, რომელიც ტარდება ამ წლების განმავლობაში, გარკვეულად ეთყობა უკვე იმ საერთო სივრცეს, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს, ხوار იგეგმება განსხვავებული ტიპის, აი სხვა ქვეყნების გამოცდილების დანერგვა. ბრიტანეთის გამოცდილება მეტნაკლებად საინტერესო შედეგს იღებს ამ ეტაპზე ჩვენთვის, იმიტომ რომ შეგუება ამ ყველაფერთან გადასვა ახალ სიბრტყეზე რთულია, მაგრამ ამავე დროს საინტერესო იქნებოდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თუ იქნება ამის შესაძლებლობა. თავის დროზე, როდესაც თეატრალურ სამყაროში, თეატრალურ სივრცეში ბრიტანული გამოცდილების გაზიარებაზე გაკეთდა აქცენტი, იყო ძალიან ისეთი მარტივი გათვლა გაკეთებული, მოგესალმებით ევროპაში ყველაზე კარგი გამოცდილება სწორედ ბრიტანეთს აქვს და ამიტომ ვარჩიეთ, რომ მაგალითი აგვიღო იმისგან, ვინც საუკეთესო შედეგს მიაღწია. თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელი არის მეორე მომენტიც და სწორედ პოლონელებთან ურთიერთობის დროს აქცენტი გავაკეთეთ მაგაზე, მახსოვს, როდესაც პოლონელები ჩამოვიდნენ პირველ ტრენინგზე, მაშინ გამოაცხადეს, რომ სულ რაღაც 15-20 წლის წინ ჩვენ ვისწავლეთ გერმანელებისაგანო, მაგრამ ძალიან მალე მივხვდით, რომ იყო რაღაც მეთოდოლოგია, რომელიც იმის გამო, რომ პოლონეთსა და გერმანიას ჰქონდა სხვადასხვა სასტარტო ვითარება, ჩვენთვის გამოუსადეგარი იყო და ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად მუშაობდა და ამიტომ უპირველესად რაც შეგვიძლია გასწავლოთ, ჩვენ რა შეცდომა დაუშვით, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეოროთო. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოურ სივრცის წარმატებული მაგალითების განმეორება, რადგან ასე თუ ისე
საბჭოთა კავშირის პერიოდმა ჩამოგვიყალიბა მეტნაკლებად მსგავსი კულტურული ტრადიცია, გვაქვს მეტნაკლებად მსგავსი სასტარტო ვითარება და სწორედ მათი გამოცდილების გაზიარება არის უფრო ახლომდგომი ჩვენი ორგანიზაციებისათვის, როგორც თამთვალიერებლის, მაყურებლის, აუდიტორიის, ასევე თავად შემოქმედებით სივრცეში მოქმედი მოღვაწე ადამიანების თვალსაზრისით. რამდენად აუცილებელია ამ დროს კომუნიკაცია უშუალოდ მაყურებელთან, მსმენელთან, დამთვალიერებელთან და აი იმ სეგმენტთან, ყველასთან, ვინც რეალურად ქმნის ამინც გარემოს იმისათვის, რომ პროდუქცია, რომელიც იქნება სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულებაში, იყოს მიღებული და იყოს, ესე ვთქვათ, სწორად გაზიარებული. აი თუ არის საშუალება ამ სეგმენტთან მუშაობის. რომელიც რთული სეგმენტია სხვათა შორის. უპირველესი და უმთავრესი ალბათ რომელი გამოწვევის წინაშე დღეს ვგავართ, ეს არის სწორედ აუდიტორიასთან ურთიერთობა. მე არ მინდა ყველაფერი კულტურის ტრადიციას გადავაბრალო, მაგრამ მაინც ასია ერთ-ერთი მთავარი აქტიორი მთელ აი ამ კომუნიკაციაში, კულტურის ღონისძიება, მის მიერ შექმნილი პროდუქტი და აუდიტორია, ანუ მისი მომხმარებელი, გახლავთ სწორედ აუდიტორია, რაზეც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ეხლა ვართ უკვე იმ ეტაპზე, რომ ყველა შემოქმედმა, ყველა კულტურის ორგანიზაციამ, პროდუქტის შემქმნელმა ორგანიზაციამ გააცნობიერა მნიშვნელოვნობა აუდიტორიის მოთხოვნისა, აუდიტორიის მოლოდინისა და ამიტომ თუ კი მიაქციეთ ყურადღება, სპექტაკლი აღარ იმართება ისე, რომ არ დაგხვდეთ კითხვარი, რომლის შევსების, კარგად და გულისხმიერად შევსების შემთხვევაში გვაქვს უკვე მოლოდინი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია გააუმჯობესებს თავის მიერ მოწოდებული პროდუქციის ხარისხსად მოწოდების ფორმას და ასე შემდეგ. თუმცა აქაც ორმხრივი პრობლემა არის. ჯერ ერთი ის, რომ კულტურის ორგანიზაციებს ცოტა დრო დაჭირდათ იმის გასაცნობიერებლად, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად კვლევითი კომპონენტი, შემდეგ ამ კვლევისაგან მიღებული შედეგების გაანალიზება და შესაბამისი ცვლილებების გატარება თავიანთ საქმიანობაში და მეორე მხრივ ეს არის აუდიტორია, რომელიც ან უარს ამბობს კვლევაში მონაწილეობაზე, ან თავის და უნებურად არ არის გულწრფელი კვლევაში მონაწილეობის შემთხვევაში. კი, შესაბამისად, იცით, შეიძლება შემოქმედებასთან და კულტურასთან ნაკლებ შესაბამისად ჩამითვალოს ვინმე ეს ფრაზა რაც უნდა ვთქვა, მაგრამ აქაც მოქმედებს იგივე პრინციპი, რასაც მოითხოვ, იმას მიიღებ. თუ კი აუდიტორია იქნება უფრო მეტად მომთხოვნი და უფრო მეტად მოახდენს ვერბალიზაციას იმისას, თუ რა მოლოდინი აქვს, შესაბამისად კულტურის ორგანიზაციებსაც ექნებათ უფრო მეტი შანსი მათთვის მისაღები, მათთვის თვითონ როგორცაც მოელიან, მათთვის მოსალოდნელი პროდუქცია შესთავაზონ. აი თქვენ რაც ბრძანეთ ახლა ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით, ეს არის ყველაზე საუკეთესი მაგალითი ამ მიმართულებით გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრის მაგალითი, სადაც სხვათა შორის აუდიტორია არის, ჯერ მცირე დარბაზში ვართ, ბუნებრივია, ასე თუ ისე მობილიზებული და იქ ვერ წააწყდები იმ ფაქტებს, რასაც მაგალითად ვაწყდებით მუსიკალურ დაწესებულებებში, საკონცერტო აუდიტორიასთან მიმართებაში, როცა რეკავს ტელეფონი, როცა დარბაზში მოძრაობს მაყურებელი გაუთავებლად, აი რაღაც საოცრად დამღლელად, როცა შემოსვლა ხდება ნებისმიერ დროს. აი ეს წესრიგი წესდება, რომელიც რეალურად აქვს სამუსიკო დაწესებულებას, საკონცერტო დაწესებულებას, არცეთ უკვე ჩამოყალიბებულ, ესე ვთქვათ, კულტურის ქვეყანაში ვერ ვნახავთ, რომ მაყურებელი შედიოდეს დაუშვათ საფორტეპიანო კონცერტის დროს შუა დაკვრის პროცესში, დგებოდეს, იმიტომ რომ ტელეფონმა დაურეკა. აი ამ ყველაფერს, ეხლა ამას მე როცა ვლაპარაკობ, ჩემი პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ ამაში ალბათ რაღაც გარკვეული წვლილი უნდა შევიტანო, მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოგვარება და აი როგორ გესახებათ ამ ყველაფრის რაღაც გარკვეულ სისტემაში მოყვანა. რამდენად ადვილია თუ რამდენად რთულია ეს ყველაფერი? საკმაოდ რთული პროცესი არის, ეს არ არის პროცესი, რომელიც ეს ერთი ჯოხის დაკვირვით შეიძლება ჯადოსნური ჯოხის დაკვირვით მომზადეს, მაინც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო და მოთმინება. დრო, მოთმინება და არ გადახვევა გეზისგან, ანუ ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს როგორც საღამზრდელო მუშაობა თოჯინების თეატრის აუდიტორიიდან დაწყებული იგივე პედაგოგები, ოჯახი, ასევე სხვა დანარჩენი საზოგადოებისგან, იმიტომ რომ იგივე როდესაც ტელეფონი რეკავს დარბაზში, ცოტა თუ მეგულება ადამიანი, ვინც გააპროტესტებს მიუხედავად იმისა, რომ ყველას აწუხებს ეს. ხო, მაგრამ გაპროტესტება კონცერტის დროს არის შეუძლებელი. და ასე რომ მაინც ალბათ მცირე დრო არის საჭირო იმის, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ და გადავიდეთ სხვა ეტაპზე. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ მივეჩვიეთ იმას, რომ
გვაფრთხილებენ კონცერტის წინ, რომ გამორთოთ მობილური ტელეფონები, მაგრამ არავინ არ ეუბნება აუდიტორიას არიაროთ დარბაზში, იმიტომ რომ ეს ითვლება რატომღაც მათი უფლებების შეზღუდვად და ამ დროს პირიქით იზღუდება და ილახება შემსრულებლის უფლება, რომელიც დგას და უყურებს ამ დარბაზში რაღაც საოცარ მოძრაობას. დიდი ბოდიში მისათვის თუ ვინმეს ეს ფრაზა და ეს სიტყვები არ ესიამოვნა, მაგრამ შეუძლებელია ამის ართქმა და ალბათ ამაზე სწორი რეაგირება. უბრალოდ ძალიან რთულია დარბაზში მიხვიდე და კონკრეტულ ადამიანს მიუთითო, რომ აი თქვენ არ უნდა აბრძანებულიყავით, ეხლა თქვენ უნდა ისხდეთ იქამდე, სანამ ნაწარმოები შესრულდება. ალბათ უნდა დაიკეტოს კარი და როდესაც გარდგავა ადამიანი, შემდეგ აღარ შესაძლებლობა უკან დაბრუნდეს, აბსოლუტურად გეთანხმებით და მე მოუწოდებ მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაციას დაკეტონ კარი, როცა მიმდინარეობს საკონცერტო დარბაზში კონცერტი ან რაღაც სხვა ღონისძიება. ეხლა რაც შეეხება, ჩვენ კიდევ გვაქვს ცოტა დრო ძალიან, რაც შეეხება შემოდგომის გეგმებს ძალიან მოკლედ და ამით დავასრულებთ. სანამ შემოდგომის გეგმებზე გადავიდოთ, აუცილებლად მინდა დავაანონსო, დავიწყე და შემდეგ ფრაზა აღარ დავასრულე გადაცემის დასაწყისში. კონკურსის გამარჯვებული 3 ადგილობრივი ბენდი, რომელიც საავტორო მუსიკას ხმის, ეს არის მოგონება ქარში, Road Radio და Sound Lab. მიმდინარე წელს ეს 3 ბენდი გვყავს, რომელიც ჩვენს პროექტში იღებს მონაწილეობას, შეერჩა კონკურსის წესით და კონცერტებს უნდა ველოდოთ 23, 24, 25 აგვისტოს, ანუ ექნება 4 კონცერტი, თითოეულ კონცერტზე ეს 3 ბენდი იღებს მონაწილეობას და პლუს დაემატება სხვა ადგილობრივი მუსიკოსები და შემოქმედებით ჯგუფები, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგვაშს ქმნიან საავტორო მუსიკას, რაც არის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ გვაქვს შესაძლებლობა 3 ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებისაგან შემდგარი ჯგუფი გავიცნოთ და იმედი მაქვს, რომ გვექნება მაყურებლების სიუხვე, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველთაგანები, ვისაც მიეცემა შესაძლებლობა დაესწროს მათ კონცერტებს. მე მოუწოდებ ბათუმის აუდიტორიას გაიარა ბრავო რეკორდში სტუდიური ჩანაწერები ნაწილის დასრულებულია და რაღაც ნაწილზე მუშაობა გრძელდება. ეს არის 23, 24, 25 და 26 აგვისტო. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ბათუმში. მნიშვნელოვანი PR კამპანია გვაქვს დაგეგმილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად და მე მინდა წინასწარ ბიჭებს წარმატება ვუსურვო, ბიჭებს და გოგონებს და გელოდებით ყველას მოკლედ ამ კონცერტებზე. რაც შეეხება შემოდგომა, რასაკვირველია გვექნება ტრადიციული ფესტივალები, რომელიც ჰქონდა, რომელთაც ცნობილი არის აჭარა შემოდგომაზე, ეს არის საავტორო კინოს ფესტივალი BIAF, ასევე ანიმაციური ფილმების ფესტივალი TOPUZI, ასევე გვექნება სექტემბერს ელისო ბოლქვაძის რასაკვირველია მუსიკ ფესტი, რომელმაც ცოტათი წინ გადმოინაცვლა და არის უკვე სექტემბრის დასაწყისში ძალიან საინტერესო შემსრულებლები ჩამოდიან, ასევე გვექნება საგუნდო და ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ასევე ტრადიციულად იმართება და წელს უკვე მე-11 წელი იქნება. ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალი უკვე მე-11 წელი არის, თუ არ ვეცდები, მე-12 წელი. დიახ და გარდა ამ ტრადიციული ფესტივალებისა, რასაკვირველია გვექნება კიდევ მცირე მასშტაბიანი სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებები, ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი კოპროდუქცია დრამატულ თეატრში ბრიტანულ-ქართული და აქცენტი ამჯერად გავაკეთეთ ისევ საყმაწვილო სპექტაკლზე, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის სეგმენტი, ვფიქრობ, რომელიც ყველაზე რომლითაც გამრავალფეროვნება ყველაზე მეტად მომხდება ადგილობრივ თეატრალურ რეპერტუარს, მოკლედ საინტერესო შემოდგომა და დავამატებდი, რომ უდიდესი მევიოლინე ქალბატონი ლიანა ისაკაძე იქნება აგვისტოს ბოლოს ბათუმში. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საკმაოდ ვრცელი და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის. მე ვფიქრობ, ალბათ შემოდგომაზე კიდევ მოგვიწევს რაღაც მოვლენების სხვადასხვა კუთხით განხილვა და გააზრება, მინდა გისურვოთ წარმატებები. ბათუმელებს უსურვო საინტერესო საღამოები და საინტერესო აგვისტო, სექტემბერი. შეგახსენებთ, ჩვენ საუბრობდით იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ამ ცხელ ზაფხულში ჩვენთვის იგეგმება და ჩვენ გვექნება საშუალება ვიყოთ მათი მონაწილე და მსმენელი და ჩვენი სტუმარი გახდათ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე. მე სულ რამდენიმე წუთით გემშვიდობებით, იყავით ჩვენთან ერთად გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ფოთის ფესტივალის შესახებ.